სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის, დღევანდელი ჩვენი ზიარებისათვის. დღეს არის ესე იგი უძღებიშვილის კვირა. უძღებიშვილის კვირა. წინა კვირა იყო მეზერისა და ფარისევლის. სადაც უფალმა გვითხრა, რომ ისეთი მარხვა და ლოცვა და სიკეთე, სადაც შენ თავს მაღლა ასწევ და სხვაზე უკეთესი გეგონება თავი, ეგეთი არ ვარ. დღევანდელი სახარებით კი გვეუბნება, რომ ნუ გეშინია თუ რაღაცა ცოდვა ჩაიდინა, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულით გელოდება. აი წარმოიდგინეთ, როდესაც უძღებიშვილი ბრუნდება, მამა საყვედურს კი არ ამბობს, არამედ გაიქცევა პირიქით შვილისკენ და გულში ჩაიკრავს და კოცნის და ეფერება. და ესე ელოდება ღმერთი თითოეულ ცოდილს, რომ სინანულით მოვიდეს. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან დიდი ნუგეშია, ესე იგი, რომ ჩვენ როდესაც ცოდვაში ვარდებით, მით უმეტეს თუ ადამიანი რაღაცა დიდ ცოდვაში ჩავარდა, რომ იმედი ჰქონდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ესე სიყვარულით ელოდება. ნათქვამია დღევანდელ სახარებაში, რომ ერთ კაცო ორი ძე ჰყავდაო და უმცროსმა უთხრა, რომ მამა მომეცი, რაც მერგება შენი სამკვიდრებელიდანო, მამამაც გაუყო თავის შვილებს, უმცროსმა რამოდენიმე დღეში შეაგროვა თავისი ქონება ყველაფერი და წავიდა შორს. იმ იმედით, რომ იქ იქნებოდა ბედნიერი. ის სახლი, მამის წიაღი, მას ეპატარავებოდა, უსიამოვნოთ ეჩვენებოდა. ფიქრები ჰქონდა ისეთი, რომ სხვაგან უფრო ბედნიერი იქნებოდა. და ამ ფიქრებით დაადგა გზას. და უზნეო და ესე იგი ქუჩი ცხოვრებით გაფლანგა ყველაფერი, რაც მას ჰქონდა. შემოაკლდა ყველაფერი შიმშილის ზღვარზეა. იძულებული გახდა, რომ წასულიყო და ღორების წემსად დამდგარიყო. და წერია, რომ ენატრებოდა ღორების საკვები და ეგეც არ ჰქონდა. ანუ იმითი ვერ იკვებებოდა, ვერ ნაყრდებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იგავურად, რასაც ნიშნავს. ბოლოს დაფიქრდა, გადაწყვიტა, რომ მოდი ავდგები, წავალ მამის სახლში, რამდენ მსახურს, რამდენი საკვები აქვს, მე კიდე აქ შიმშილით ყვდები, წავალ და ვეთქვი, რომ აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი შვილი ვიყო, არამედ შენს მოჯამაგირეთ მიმიღებ. ვეთქვი, რომ ვწოდეთ, სად მიმართა წინაშე შენსა. და სანამ ამას იტყვა და წერია, რომ მოეგო თავსათვისა, ანუ მიხვდა, შეიძლება ასეც გას დაუბრუნდა თავის თავს, იმიტომ ის მანამდე თავის თავს არ ეკუთვნა. და აი ამ ფიქრებით მიდის მამასთან. იგავურად მამა ღმერთს განასახიერებს და უძღებიშვილი ჩვენა ვართ, რომელიც ესე იგი აქ რაღაცა მატერიალურ სახსარზე კი არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია, რომ ის მადლი, რაც მამასთან ყოფნით ჰქონდა მას, ის სიხარული, ის მობიერება, ის სიტყვება გულში, მაგრამ მას არ აფასებდა. და რასაც არ აფასებდა, ბოლოს სანატრელი ის გაუხდა. ეგრე შეიძლება გაცვლიდეს კანონიც. სანატრელი ის გაუხდა და წამოვიდა, ესე იგი, და აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ლოცვას თავს ანებებს, მარხვას თავს ანებებს, აღსარებას არ ამბობს, დაუშვათ დიდი ხანი მოძღვართან არ ყოფილა, არ ეზიარება. ანუ ის წამოვიდა ამ წიაღიდან, თავისი შეიძლება ადამიანი ფიზიკურად აქ იდგეს, ესეც შეიძლება, მაგრამ შინაგანად არ იყოს აქ. და ენატრება, ესე იგი, ღორების საკვებში იგულისხმება ის ცოდვიანი სიამოვნება, რითიც ადამიანი ღვთის მადლისაგან განძარცული და უსიხარულო დარჩენილი ადამიანი ცდილობს, რომ იმ ღორების საკვებით მაინც ამოივსოს ის სულიერი შიმშილი, რაც მას აქვს. ანუ ვიღაც
სიტყვაზე აი დალევას იწყებს, რომ მოდი ამით ისი ამოვნოს, ვიღაც ნარკოტიკებს მიეძალება, ვიღაც თამაშს, ვიღაც ღამის კლუბებს, ვიღაც აღვირახსნილობას და ასე შემდეგ. ამით იცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად ამოივსოს ის დანაკლისი, მაგრამ მაგითი ვერ ამოივსება ის დანაკლისი. ამიგავიდან ეგეთ ჩანს, რომ ამით ვერ ამოივსება ის დანაკლისი. და ბოლოს ესე იგი უსკრულამდე ჩასული, რომ რა დღეში ჩავარდა, ფიქრობს იმაზე, რომ დაბრუნდეს მამის სახლიდან. აი სინანულს როგორი თვისება აქვს, ნახეთ. არ ფიქრობს ის, რომ თავაწეული მივა და იტყვის, რომ მოდი, მაინც ხო შენი შვილი ვარ და არა, ის ფიქრობს, რომ მე აღარა ვარ ღირსი, რომ შვილი მერქოს. ანუ ადამიანი ფიქრობს, რომ მე ისევ ცხოვრობ, რომ ღმერთი შვილი რომ მერქოს, რანაირად შეიძლება. და სინანულს ეგ თვისება აქვს, აი ჩვენ გუშინაც საუბრობდით. როდესაც ადამიანი სინანულშია, შეუძლებელია მან რა სხვა განიკითხოს. ახლა იმ უძღებ შვილს, რომელსაც ასეთი სადარდებელი ჰქონდა, ეცალა ეხა სხვების ცოდებისთვის, სხვებზე რომ ელაპარაკა და ეფიქრა, რომ იმანის შეცოდა, ამანის არ ეცალა. იმიტომ რომ თავისი სული გასჭირებოდა. და მოდის მამასთან და ამბობს, მამა, ვწოდეთ, სად მიმართა წინაშე შენს. ისე აქაც აი უნდა დავაკვირდეთ ერთ რამეს, რომ როდესაც ადამიანი სწოდავს ღვთის წინაშეც და სწოდავს ადამიანის წინაშეც. ახლა მაგალითად აი ვიღაცა გაანაწყენა, ამ ადამიანის წინაშეც სწოდავს და ღვთის წინაშეც სწოდავს. ისე რომ შენდობა ორივეგან უნდა ითხოვოს. აი ეს უძღებიშვილი ამას აკეთებს, ამას ამბობს. და ეს არის უკვე აღსარება, აღიარება, ანუ სინანული რაც ჰქონდა მას, რაზეც ნანობდა, რასაც განიცდიდა, იმას რომ აღიარებს ადამიანი და გამოთქვამს. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი არ ნანობდეს რაღაც. სხვამ შეიძლება სიამაყით აღიაროს ის, რომ ასეთი და ასეთი რაღაცები ჩაუდენია, მაგრამ ეგ არ არის აღსარება. აღსარება ის არის, სადაც მე განვცდი იმ ცოდის სისაძაგლეს და სადაც მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ იმას არ მიუბრუნდი. და სადაც იმედი მაქვს, რომ მამა ესეთი სიყვარულით დამხვდება და მივდივარ და ვაღიარებ. ახლა რომელიც ჩვენთაგანი იქნებოდა, რომ ვიცოდეთ, რომ ღმერთი არ გვაპატიებს და ესე მოვდივართ აღსარებას. ჩვენ ხო იმედი გვაქვს, რომ გვაპატიებს და როგორი ღვთაშესხმული მოვდივართ მე აღსარებიდან, აი რაღაცა რო გვიწირს, რაღაცის თქმა გვიწირს, არა და თუ არ ვამბობთ, ის კიდევ უფრო მეტად გვიწირს, ვამძიმებს და როდესაც ადამიანი აღიარებს ამას, თვითონ გძნობს ამ ძალიან დიდ ნუგეს. თვითონ გძნობს ამ ნუგეს. და მამა პაისი ათონელი ეუბნებოდა კიდეც, რომ აღსარებამდეო და აღსარების შემდეგო ფოტო გადაიღეთო და გარეგნულათაც ნახავთო ამ ცვლილებას. ოღონ ეს საუბარია ნამდვილ აღსარებაზე. ის კი არა, რომ რაღაცა შეალამაზო და ისე თქვა, რაღაცა გამოტოვო და ისე თქვა, რომ მოაჩვენო თავი, რომ შენ ესე იგი ესეთი წინვალე ადამიანი ხარ, მაგრამ არამედ ყველაფერი, რასაც შიგნით ხვდები, იმას რო იტყვი. ოღონ ჯერ ადამიანმა შენი თავი უნდა გამოიკვლევ, აბა ისე როგორი. ახლა თუ რაღაცა დიდ ცოდვაში ჩავარდი, ის ზედაპირზევეა. მაგრამ თუ ვინმე დიდ ცოდვაში არ ჩავარდა, არც მან არ უნდა იფიქროს, რომ მე თავი ქუჩში მაქვს და ესე იგი უკვე ერთი ფეხით სასუფეველშია. მამა სიყვარულით ხვდება და გამოიტანს და ეტყვის გამოუტანეთ და ჩააცვით სამოსელი პირველი. ეს სამოსელი პირველი არის ის მადლის სამოსელი, რაც ადამიანს განეძარცვება, შეილახება, განეძარცვება ცოდვის დროს, აი რაც ადამსა და ევას ემოსად და განეძარცვათ ცოდვაში ჩავარდნის დროს. რაც ესე იგი ადამიანს უბრუნდება ნათლისღების დროს, მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ, ერთია ნათლისღება, აღვიარებ ერთსა ნათლისღებას და მოსატევებელად ცოდვათ. ერთია ნათლისღება, ერთხელ ინათლება ადამიანი, ერთხელ იბადება სულიერად ადამიანი. მაგრამ ის სამოსი, რომელიც ერთხელ შეიმოსა და კვლავ ისრება ყოველდღიური ცოდებით, ამ სამოს ჭირდება განწმენდა, გასპეტაკება და უფალი ამბობს ელახმაში, რომ წინასწარმეტყველის პირით მატყლის ფითილასავით გავხდიო, მეწამულიც რო იყოსო თქვენი ცოდებიო, მატყლის ფითილასავით გავხდი, ასე განვასპეტაკებ. ოღონდ ადამიანი ნანობდეს ამას, როგორი დასრულიც არ უნდა იყოს,
ადამიანი თუ ამას ნანობს, უფალს შეუძლია მისი განცნედა და განსტეტაკება. სწორედ ეს არის ეს სამოსელი პირველი. მაგრამ ადამიანს მეორეთი ვერ მიენიჭება ეს სამოსელი პირველი, მაგრამ ვერ მოინათლებს, მაგრამ არსებობს სინანულის საიდუმლო. ეს ღვთის ძალიან დიდი წყალობაა, სინანულის საიდუმლო. აი საერთოდ ეს 7 საიდუმლო, რაც გვაქვს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს ძალიან დიდი წყალობაა. ახლა სულ ფიქრობ ხოლმე, რამხელა წყალობაა მღვდლობის საიდუმლო. აი ადამიანს მოძღვარი რომ არ ყავდეს. რამხელა ნუგეშია ადამიანისათვის მოძღვარი. აი მე არ ვიცი, ჩემთვის ძალიან დიდი ნუგეშია, ესე იგი აი თუ სადღაც დაბნეული ხარ, თუ სადღაც რაღაც გიწევს, რაღაც შინაგანად ტკივილი გაქვს, ინდისის ქენძნა გაქვს, სხვა მოძღვარს აქვს ის მადლი ღვთისაგან მიცემული, სამღვდელო მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი. და აი ამ მადლთან ურთიერთობით ადამიანი ძალიან დიდად ნუგეშობს. და შესაბრალისი ადამიანი, ვინც მოკლებულია ამ მადლს. და პირველ რიგში ადამიანი თვითონ აკლებს თავს აი ამ მადლს. ძალიან დიდი ნუგეშია ადამიანისთვის სინანულის საიდუმლო. აი უბრალოდ ჩვენ რო დავფიქრდეთ, რომ არ არსებობდეს აღსარება და სინანულის საიდუმლო. არ არსებობდეს ზიარების საიდუმლო. არ არსებობდეს ქორწინების საიდუმლო. თუმცა ზოგისთვის ქორწინების საიდუმლო დღესაც არ არსებობს. ჯერ ერთად არიან, შვილები ყავთ, შვილიშვილები, კინაღამ შვილთა შვილები და მერე ჯვარი ხო არ დაგვეწერა. ახლა მე ცოტა შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ეგრეა. ქორწინების საიდუმლოთი იწყება ოჯახი. ის არის მთავარი, აი იქ ღვთისგან უნდა იყოს დალოცვილი, ის კუთხეული, სადაც ნახეთ აი როგორ არის წმინდა ანტონ სუროჟელი, რომელიც ინგლისში მოღვაწეობდა, ეს დიდი მღვდელმთავარია, მისი ნაწერები ქართულ ენაზე საკმაოდ არის და თუ ჩაგივარდება დღეში არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა, კარგი იქნება რომ წაიკითხოთ. ის ამბობს, რომ კემბრიჯში არის ესეთი ხელნაწერიო, სახარებისეული ხელნაწერი, სადაც მოციქულები მაცხოვარს ეკითხებიან, რომ როდის მოვაო სასუფეველი და უფალი პასუხობს, რომ სასუფეველი უკვე მოსული არის იქ, სადაც უკვე ორი კი არ არის, არამედ ერთია. ეს არის ქორწინების საიდუმლო. როდესაც ორი ადამიანი ერთი მთლიანობა ხდება. ეკლესია მას ასე განიხილავს, როგორც ერთი სხეული, ერთი ორგანიზმი, ასე განიხილავს ცოლსა და ქმარს. და ეს ძალიან დიდი წყალობაა ღვთისაგან. მივიდა სახლში, მამა სიყვარულით დახვდა. გამოუტანეს სამოსელი პირველი და შემოსეს. გამოუტანეს ბეჭედი და გაუკეთეს. ბეჭედი ნიშნად იმისა, რომ მამა კვლავ შვილად იღებს მონანულ უძღვებს შვილს. შვილად იღებს, არა მოჯამაგირეთ, არა მსახურეთ, არამედ კვლავ შვილად იღებს მონანულ ადამიანს. მოიყვანეთ და დაკალით ზვარაკი ჭამებული. ზვარაკი ჭამებული ნიშნავს აი კარგი ნასუქი, საუკეთესო ხბო დაკალით. და დავკლათო, ჭამოთ და ვიხარებდეთ, რადგანო ჩემი შვილიო მკვდარი იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და გამოჩნდა. მკვდარი იყო სულიერად. როგორც სხეული კვდება, როდესაც მას ესე იგი განშორდება სული, რადგან სულია, რომელიც აცოცხლებს შენს სხეულს, სულია ცოცხალი. თორე სხეული მიწისაგან შეიქმნა, ღმერთმა ადამიანის სხეული მიწისაგან შექმნა და შთაბერა მას უკვდავი სული და ადამი იქცა ცოცხალ არსებად. სული აცოცხლებს და ხოლო სული კვდება მაშინ, როდესაც ღვთის მადლი განეშორება მას და სწორედ უძღვების შვილის სულს მადლი განეშორა ღვთისა. როდესაც ცოდავდა და არ ნანობდა, მაგრამ როდესაც ადამიანი სინანულში ჩავარდა, მისი სული გაცოცხლდა. ამას ამბობს მამა, რომ მკვდარი იყო და გაცოცხლდა ჩემი შვილი. და დაიწყეს მოლხენა. შემოვიდა უფროსი ვაჟი თქვენიცით და ესე იგი შურით აღივსო, როგორ, ესე იგი ეს შენი შვილია, თან ნახე რა შეეუბნება მამას. ჩემი ძმა კი არა, აი იმდენად რაღაც ესეთი განწყობა აქვს, რომ არ ამბობს ჩემი ძმა. არამედ ეს შენი შვილია, რომელიც წავიდა და გაფლანგა ქონებაო, მოვიდა ეხლაო და ნახე როგორ დახვდიო და
მე კიდე მთელი ცხოვრება გემსახურებია და ერთი ბატკანი არ მოგიციაო რომ წავსულიყავი და ჩემს მეგობრებთან ერთად მომელხინა და მამა ეუბნება რომ იგი შენო ყოველთვის ჩემთან ხარო და რაც ჩემიაო ის ყველაფერი შენი ანუ მოდი მეორენაირად ვთქვათ ამ უფროსმა შვილმა მამის გამოცდილება გაიზიარა მამასთან დარჩა არსად არ წასულა და ესე იგი უშფოთველად და მშვიდად იყო და რაც ამ უფროსმა იცოდა ეს უმცროსმა არ იცოდა არ დაუჯერა მამის გამოცდილებას რომელსაც არ უნდოდა მისი გაშვება მაგრამ ნუ რადგან ასე უნდოდა შვილს თავისუფალი ნება აქ არჩევანს და არ გაუშვა და წავიდა იწვალა და თავისი გამოცდილებით მიხვდა იმას რაც უფროსმა შვილმა მამის გამოცდილებით იცოდა და მამისგან იცოდა ამას ეუბნება რაც ჩემია ის ყველაფერი შენი ის კიდე წავიდა და ამდენი თავსატეხი გაუჩინა თავის თავს და მაინც იქ მოვიდა ეხლა უხიარულება გმართებსო რადგანო შენი ძმაო კი არ ამბობს ეს ჩემი შვილი არა შენი ძმაო დაკარგული იყო და გამოჩნდა მკვდარი იყო და გაცოცხლდა ზეცაში აიმხელა სიხარულია თითოეული ერთი მობრუნებული ცოდვილის გამო აი ვიღაც იტყვის რომ მოდი ამ უწმინდურ ცოდვას აღარ გავეკარებ იმის გამო მთელი ზეცა ხარობს როგორც ეს სახარებისეული სწავლებიდან ვიცით ეხლა აი მოციქული პავლეს სიტყვებიც მინდა მოგიკითხოთ დღეს რაც დაიკითხეს სამოციქულო ყოველივე ამას უკავშირდება ყოველივე ჯერ არ სჩემდა არამედ არა ყოველი უმჯობეს არის ანუ ყველაფერი მოცემულია ჩემთვის ყველაფერი შეიძლება ჩემთვის თავისუფალი ნება მაქვს მაგრამ ყველაფერი უკეთესი არ არის უმჯობესი არ არის ყველაფერი ყოველივე ჯერ არ სჩემდა არამედ მე არავისა ხელმწიფებასა დავემორჩილო ყველაფერი შეიძლება მაგრამ მე არაფერს დავემონები ესე რომ არც ერთ ცოდვას არ უნდა დაემონ თავისუფლება ის არის ცოდვას რომ არ დაემონები თორემ ცოდვას თუ დაემონები ეგ ცოდვის მონობა მაგრამ დღეს ცოდვის მონობა საღდება თავისუფლება ცოდვის მონობა ეხლა მინდა ჩემი არჩევანი ის კი არ არის მინდა ერთ დუქანში შევალ და მინდა მეორე ღამის პლუსში ეგ კი არ არის ჩემი არჩევანი აი ორივეს რომ შემიძლია მშვიდად გვერდი აუარო და მაქვს იმის ხელმწიფება ჩემს თავზე რომ არც ერთგან არ მიმიზიდოს გულმა იმდენად რომ შევიდე და იმის გარეშე არ შემეძლოს ეგ არის თავისუფლება თუ ადამიანს თამბაქოს გარეშე არ შეუძლია რანაირად არის თავისუფალი ის იმისი მონა იმის გარეშე არ შეუძლია თუ ადამიანს ტელეფონის გარეშე არ შეუძლია როგორ არის თავისუფალი თუ რაღაც უზნეობის გარეშე არ შეუძლია ვიღაცას ლოთობის ვიღაცას ნარკოტიკის როგორ არის თავისუფალი ის არის დამონებული და მფალე ამბობს რომ შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს აი ნახეთ ბოლოს როგორ ამბობს მე ხა მთლიანად არ წავიკითხავ არა უწყითა რამე თუ ხორცნიეგე თქვენი ტაძარნი თქვენ შორის სულისა წმინდისანი არიან არიცით რომ თქვენი სხეულიო თქვენ შორის მყოფი სული წმინდის ტაძარიაო რომელ ეგე გაქოს ღვთისაგან და არა ხარ ღვთისთა თავთანი რომელიც ღვთისაგან გაქვთო და არა ხარ თქვენ ან თქვენ თავს არ ეკუთვნითო თქვენ რამე თუ სასყიდლით წიდულ ხართ ანუ გამოსყიდული ხართო სასყიდლით ფასით ახართ გამოსყიდული რა ფასით არის ადამიანი გამოსყიდული სხვაგან ამბობს სახარებაში უფალი რომ ესე იგი კაცმა ყველაფერიც რო შეიძინოსო რა უნდა მისცესო თავისი სულის სანაცვლოდ ეგ იმას ნიშნავს რომ მთელი დედამიწაც რო შენი იყოს მაგითი შენ სულს ვერ გამოისყიდ ამიტომაც ადამიანი რითია გამოხსნილი თავად განკაცებული ღმერთის სისხლით არის გამოხსნილი და აი ასე ხართო გამოხსნილიო და ამიტომ ამბობს რომ არა ხართო თქვენ თავს არ ეკუთვნითო რამე თუ სასყიდლით წიდულ ხართ ადიდეთ უკვე ღმერთი ხორცთა მაგით თქვენითა რომელი იგი არის ღმრთისაო ანუ თქვენი სულითაც თქვენი ხორცითაც ადიდეთ ღმერთი რომელიც არის ღმერთისაო სინამდვილეში ღმერთისაა და არა თქვენი და აი ესე უნდა უფრთხილდებოდეს ადამიანი თავის სულსაც თავის სხეულსაც უნდა უყურებდეს რომ
ეს არის სული წმინდის ტაძარი. იმასაც გაფრთხილება ჭირდება. არსებობს რაღაცა უზნეო გარყვნილი ესეთი მდგომარეობა ადამიანისა, რომელსაც ადამიანი ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს. არა უწყითა რამე თუ რომელიც შეეყოს მეძავს და ერთ ხორცს არიან. რამე თუ იტყვის, იყვნენ ორნივე ერთ ხორცს. ნახეთ ახლა როგორ ამბობს. აღ უკვე ვიხვნია ასონი იგი ქრისტესნი და ყვნე ასო მეძვის. ანუ ის რაც ქრისტესია ჩვენში ავიღო და მეძავის ნაწილად გავხადო. აი ამაზე ადამიანი მარტო ამითი თავის თავს კი არ უშავებს, ეს ძალიან დიდი ცოდაა ამას როდესაც აკეთებს. ამიტომ ამას ძალიან სწრაფად ჭირდება სინანული. ასეთ მდგომარეობაში აი ამ ცოდვაში ყოფს ადამიანს, რომ გარდაცვალება მოუსწროს, მაშინ მოუწევს, რომ არადიულად დაიტანოს. თუ სინანული ვერ მოასწრო, და ამ ცოდვაში ყოფს, მოუწევს, აი სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცა ღალატობს და მიდის სადღაც. აი მანქანით მიდის. გზაში გარდაიცვალა. აი ამ გზაზე გარდაიცვალა, ღალატის გზაზე. არ ვიცი. მას სხვა რაღაცა ჯოჯოხები. ამიტომ ძალიან საფრთხილოა, ესე იგი, რომ თუ რამე დიდი ცოდვა შეემთხვევა ადამიანს, ის მაშინვე უნდა შეინანოს. იმის გადადება არც ერთი წუთით არ შეიძლება. ამას დიდი სინანული ჭირდება. არც ერთი წუთით არ შეიძლება გადადონ, სიტყვაზე ვიღაცას აბორტი აქვს გაკეთებული. ვიღაცამ კითხავთან იყო, არც ერთი წუთით არ შეიძლება. ეს პირდაპირ ეშმაკთან მიდის ადამიანი. იმიტომ რომ მას ემსახურება, კითხავ ბაბა სხვა რა არის. და ამის გადადება არც ერთი წამით არ შეიძლება. და ესეთი დიდი ცოდვებისა. ახლა ყოველდღიურად ადამიანის ცოდავს და როდესაც შესაძლებლობა აქვს, უნდა თქვას ახსარება, მაგრამ აი ესეთი რაღაც რო ხდება, იმის გადადება არც ერთი წუთით არ ივარგებს. იმიტომ რომ მეორე წუთი გარანტირებული არავის არ აქვს. და უსინანულოდ კიდევ ის წინაშე წარდგომა ეს სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის. აი ღმერთი აი ამ დღევანდელი სახარები თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, რომ ნუ გეშინია, მოდი ღმერთი გულმოწყალეა და ესე სიყვარულით გელოდები. თან ახლა როდესაც მამის სახლიდან მიდის, იმის იმედად რომ ბედნიერი იქნება, სულაც არ არის ბედნიერი. მაგრამ ბრუნდება მამის სახლში და ზუსტად იქ არის ბედნიერი, რაც თავიდან თავადვე არ უნდოდა. მე მინახია სხვათა შორის ადამიანები, მე მადლობა ღმერთს ეგ არ გამომიცდია. აი მე პირიქით ცხებს ვეკითხები ხოლმე. ღმერთმა არც გამომაცდევინეს, აი რას ნიშნავს ის, რომ ეკლესიურად ცხოვრობდი და მე აღარ ცხოვრობ, ეგეთი რამე არ ვიცი. მადლობა ღმერთს არ გამომიცდია, ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ვეკითხები ხოლმე, აი ვინც ეგრეა და მე მილაპარაკია და ესე იგი სიხარული არ აქვს ადამიანს. სიხარული არ არის, როგორც ამ უძღებში ეს თქვა. და ენატრება ის აი ამ ეკლესიურ წიაღში რო იყო. აქ თითქოს არაფერი არ არის ის ლოგიკური, რის გამოც უნდა გიხაროდეს. მაგრამ აქ არის მადლის სულისა წმინდის, რომელიც ადამიანს იმ სიხარულს ანიჭებს. ამ სიხარულისგან დაცლია, მე ისეთ ადამიანთან მილაპარაკია, ყველაფერი რო მატერიალურად რო არაფერი არ ჭირდება. მაგრამ აი თვითონვე ამბობდა, ესე იგი არაფერი სიხარული არ მაქვს და თითქოს აი ფულის საჭრელ მანქანად ვიქეციო და ესე მიყურებსო ხალხიცო და ის არ ანიჭებს მაგას ბედნიერებას. ქაღალდია, რამდენს მოჭირდა, რამდენს არ მოჭირდა, რა მნიშვნელობა. შიგნით არ არის სიხარული და თუ შიგნით არ არის სიხარული, ის ყველაფერი ფასს კარგავს უკვე, გემოს კარგავს. შეიძლება ახლა მაგალითად აი საჭმელი საჭმელს გავდეს, მაგრამ არაფრის გემო რო არ აქვს. და ყველაფერი კი აქვს ადამიანს, მაგრამ აი ეს მთავარი მარილი აკლია, მარილი, მადლი. ის დაკარგა ადამიანმა, იმ უძღებმა შვილმაც ეგ დაკარგა. ღმერთი შეგვეწიოს, ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები ვამყოფოს. ეხლა ჩვენთან არიან ბავშვები, რომლებიც აი ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში
შეჯიბრებაში გამარჯვებულები არიან და ის წყალობით და მათივე დამსახურებით 5 დღის განმავლობაში იქნებიან ბაკურიანის ბანაკში და ეს ძალიან კარგია, მე ვფიქრობ, აი ღვთის დიდი წყალობაა ჯერ ამ ბავშვების ერთად ყოფნა, ერთად ლოცვა, ერთად ტრაპეზი, ერთად გატარებული დღეები, სასიხარულო დღეები. თუმცა იმ სიხარულში პატარ-პატარა განსაცდელებიც არის ხოლმე. მაგრამ ამ განსაცდელებშიც და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც ხან შეიძლება ვიღაცას რაღაც ეწყინოს, ვიღაცას რაღაც გაეხარდეს. მაგრამ აქ სწავლობს ადამიანი. აბა თუ ეგ არ არის, სად უნდა ისწავლოს? აი მაგალითად გუშინ დავაფიქსირე ერთი ასეთი რაღაც. აი მაგალითისთვის ვამბობ. საკურთხეველში ბავშვებს რაღაცა დაეპნათ. მე ვფიქრობდი, რომ კიდევ კარგი დაეპნათ. ხა რა მოხდა? ერთმა მეორეს უთხრა, რომ ისო ბოდიშიო, ეტყო არ ვიცი მიეჯახნენ ერთმანეთს რაღაც. მე ხა სახელებს არ ვიტყვი, ვინდა რომ ბოდიშიო და მეორე უთხრა არა უშავს. ხოდა ეს ადრე არ იყო ხოლმე. ადრე იქნებოდა შენი ბრალია და აბაშენ. ხოდა აი ეს ბოდიში და არა უშავს מחარებს მე. თორე ის რო დაიპნა, ის დაპნეული აიკრიფება. მაგრამ ეს ბოდიში და არა უშავს, ეს უკვე სიმდიდრეა ადამიანების ურთიერთობაში. ამას ვამბობ, განსხვავება რამე ისიც კი. ღმერთი შეგვეციოს, აბა. ჩვენთან არის ღმერთი.